თვალჭრელიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები დათუნა დანელია, გიორგი დუმბაძე და მარიამ მეყანწიშვილი. აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟს სავარაუდოდ გვიან ღამით დაიწყებენ. ადგილზე უკვე მიიტანეს ღამის განათებები, ტერიტორიაზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუმცა ბინებს ამ დრომდე არტოვებს ადგილობრივების ნაწილი. ხარკოვში ოკუპანტების თავდასხმის გამო დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი უკვე 40-ს აჭარბებს, დაჭრილებს შორის 6 ბავშვია. ხარკოვის რეგიონული პროკურატურის ცნობით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში პირველად გამოიყენეს ახალი ტიპის საბრძოლო მასალა, რომლის მოქმედების რადიუსი 100 კილომეტრს აჭარბებს. სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში კრემლიდან კიევში დარეკეს, რათა დამარცხების აღიარება მოეთხოვათ. დარეკა ერმაკის ტელეფონმა. ხაზზე პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი იყო. მან ერმაკს უთხრა, ზელენსკი დაერწმუნებინა, რომ დანებებულიყო. და უპასუხა ერმაკმა და ტელეფონი გათიშა. წერს Financial Times უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსზე ანდრეი ერმაკზე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ მათ საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონები შეიჭრნენ. სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მედია დღევანდელი საგანგებო შეხვედრის კადრებს ავრცელებს.